განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. წინა შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ადამიანის ძეობილობის შესახებ. წმინდა სვიმეონ თესალონიკელის, წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებანი ძირითადად, აგრეთვე თეოფილაქტე ბულგარელის უაღრესად მნიშვნელოვანი მინიშნებები ამ სწავლებაზე და როგორც წინარე შეხვედრის დასასრულს აღნიშნეთ, უფრო ადრე განხილულ მოძღვართა სწავლებასთან აბსოლუტურ თანხმობაში ხსენებული მოძღვარნიც უეჭოდ გვისაბუთებენ, რომ თავდაპირველ უცოდველ შექმნილობაში ადამიანი მადლისმიერი ძე იყო ღვთისა, რაც განიშორა მან საკუთარი ბუნების ცოდვისაგან მიდრეკით. ამ განშორებამდე კი ის იყო მამისეულ კერიაში დამკვიდრებული, როგორც შესანიშნავად და მომსახეობრივად წმინდა გრიგოლ ნოსელი. შემდგომ ადამიანი გახდა ძეშეცდომილი, უძღები ძე, კვლავ მიბრუნებული შემდგომ მაცხოვრის 8 წლით დასაბამიერ კერიასთან, აღდგინებული ნათლისღების შესამოსელით, რაც იგივე თავდაპირველი სულიწმინდისეული პირველი შესამოსელია, იგივე ძეობილობა და უხრწნელება. ძეობილობასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი შესიტყვება, ძეობის ხატოვნება. ჩვენ წერილობითაც გვაქვს ამის შესახებ ვრცელი განმარტება, რომლის დასკვნაც ასეთია. ადამიანი შეიქმნა მეორე ჰიპოსტასის, ანუ იგივე ძეღმერთის ბუნებითი ძეობის ხატოვნებით. აი ეს გამოთქმა ძეობის ხატოვნება ზოგჯერ ვერ არის მართებულად და მართლზომიერად გაგებული და შესაბამისად ვალდებულება გვაქვს, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან შესიტყვებას, როგორც ეპითეტ, როგორც გარკვეულ წოდებას პირველქმნილი ადამიანისას, მოკლედ მაინც შევეხოთ. როდესაც ხდება აზრის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანში ძეობის ხატოვნება არ უნდა არსებულიყო, იმიტომ რომ საკუთრივ მაცხოვრის ძეობა მამა ღმერთისადმი, რის დამიხატოვნებაც ადამიანს უნდა ჰქონოდა, აი ეს ბუნებითი ძეობა ძისა მამისადმი არის ყოვლად მიუწვდომელი და ვითომც ადამიანში მისი ხატოვნება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ესაა ერთადერთი გარკვეული, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო თვალსაზრისი დღეს გამოთქმული, რომლის გავსი ეკლესიის მეებთან ჩვენ რა თქმა უნდა არ გვხვდება, სადაც აბსოლუტური ერთსულოვანებაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, როდისაა გამოთქმული, ვალდებული ვართ გარკვეული პასუხი გავცეთ. და ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, მეორე ჰიპოსტასის ბუნებითი ძეობა მამისადმი, მამა ღმერთისადმი, მართლაც ყოვლითურთ მიუწვდომელია და გამოუთქმელი, მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს იმას, რომ ქმნილებათა შორის არსებულ ძეობას, ესე იგი ადამიანებში რომ ძეობის თვისება აშკარად არის, აი ამ ძეობას სწორედ მისდამი ჰქონდეს ხატოვნება. რადგან მაგალითად პარალელურად რომ გავალოთ, ასევე მიუწვდომელია რა თქმა უნდა ღვთის არსება, ღვთის ბუნება, მაგრამ ადამიანის სწორედ ამ ყოვლად მიუწვდომელი და ყოვლად გამოუთქმელი არსების, ანუ ბუნების ხატად არის შექმნილი. ამიტომ თუ იმაზეც გავყვებით, რომ ძეღმერთის ბუნებითი ძეობა ყოვლითურთ აღმატებულია ჩვენეულ ძეობაზე და ამიტომ თითქოს ეს ჩვენეული ძეობა არ შეიძლება მისდამი ხატოვნების მქონე იყოს, მაშინ ასევე აღმატებულია ყოვლითურთ ჩვენზე თვითღმრთეება, საღვთო ბუნება და არც მისდამი არ შეიძლება რომ ჩვენი ბუნება ხატქმნილი იყოს. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ასე არ გახლავთ, საეკლესიო დოგმატი განაჩინებს. სწორედ იმიტომ ახსრულდა საკუთრივ ძეღმერთის განკაცება და არა მამისა ან სულიწმინდისა, რომ არ შეიძლებოდა თვისობრივი ცვლილებების შემოსვლა ღმერთში. ამიტომ, რადგან ერთი მხრივ ადამიანთა გამოხსნა აუცილებლად ადამიანური ბუნების მქონეს უნდა აღესრულებინა და მეორე მხრივ ეს ადამიანური ბუნების მქონე უეჭველად ყოვლად უცოდველი უნდა ყოფილიყო და ყოვლად უცოდველი მხოლოდ ღმერთია, ამიტომ ხდება ღვთის განკაცება. მაგრამ ადამიანური ბუნების მქონეთ მხოლოდ ის შეიძლება გახდეს, ვისაც ადამიანის მსგავსად ძეობის თვისება აქვს. და რადგან ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასთა შორის ძეობის თვისება მხოლოდ ღმერთს აქვს, ამიტომ ხდება მისი განკაცება ეკლესიის მამათა სწავლებით და ამ კუთხით ძის ჰიპოსტასურ თვისებაში ცვლილება არ შედის. იგი განკაცებამდე ძე იყო მამისა და განკაცებისას მამისადმი მარადიული ძეობის გვერდით ის ადამიანის ძეც გახდა. ძეობის თვისება არ შეცვლილა. თვისების თვალსაზრისით ღმერთში ცვალებადობა არ შემოსულა, იმიტომ რომ ღმრთების ჰიპოსტასი ბუნებითი ღმერთი ვერ იტევს ცვალებადობას. ცვალებადობა ქმნილების თვისებაა. ამიტომ ეკლესიის მამათა სწავლებით ხორცშესხმული ხდება სამპიროვანი ღვთის საკუთრივ მეორე ჰიპოსტასი, ანუ ის ჰიპოსტასი, რომელსაც აქვს ძეობის პიროვნული თვისება, განსხვავებით მამისა და სულიწმინდისგან. ამიტომ ძე ღვთისა ხდება ძე კაცისა
რადგან ამით არ იცვლება ძეღმერთის პიროვნული თვისება ძეობად რჩება და ამიტომ გვაქვს ჩვენ საუბარი ერთ ძეზე, ჰიპოსტაზი რომელიც იყო ძე ღვთისა, იგივე ჰიპოსტაზი გახდა ძე კაცისა, ის ერთი და იგივე ძე არის ღვთის ძეც, ანუ მამაღმერთის ძეც და განკაცების შემდეგ ადამიანის ძეც. ამიტომ თუ ადამიანის ძეობა ხატოვნებითი ნიშნითაც კი სრულიად მოწყვეტილია ძეღმერთის ბუნებითი ძეობისგან მამისადმი, მაშინ განკაცებული ღმერთი უთუოდ ორი სხვადასხვა თვისების ძედ უნდა აღვიქვათ. თუ ესე იგი ადამიანურ ძეობასა და საღვთო ძეობას ხატოვნებითი კავშირიც კი არა აქვს, მაშინ მაცხოვარი რომელსაც ორივე ძეობა ჰქონდა, ერთი ბუნებითი ძეობა მამაღმერთისადმი და მეორე ბუნებითი ძეობა ადამიანისადმი, თუ ეს ორი სხვადასხვა ძეობაა, ისიც შესაბამისად ორი სხვადასხვა ძე უნდა ყოფილიყო. ეს კი მოგეხსენებათ ის უმძიმესი მწვალებლობა, რასაც ნესტორიანიზმი ეწოდება. ამიტომ ვიდრე რაიმე აზრს გამოთქვამდეთ, აუცილებელი ჯერ წინასწარ დავფიქრდეთ, ეს აზრი ხომ არ არის მართლმადიდებლური მოძღვრების საპირისპირო, ხომ არ შევდივართ რაღაც დიდ ცდომილებაში. რაც შეეხება იმას, რომ მართლაც ამ ნიშნით მოხდა თუ არა ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტაზისგან სწორედ ძეღმერთის განკაცება, ესე იგი ძეობითი თვისების მხრივ რომ მასში ცვლილება არ შემოსულიყო, ეს რომ მართლაც ეკლესიის მამათა სწავლებაა და არა ვთქვათ რაღაც ზედაპირული აზრი, ამის საილუსტრაციოდ ჩვენ დავიმოწმებთ წმინდა იოანე დამასკელს დოგმატიკის ყველაზე დიდ წარმომადგენელს, ასე შეგვიძლია ვთქვათ იმ გაგებით, რომ მან შემოკრიბა საეკლესიო დოგმატიკა უცდომელი წესით და ეს საკითხიც თუ რატომ მოხდა სწორედ ძეღმერთის განკაცება და არა მამისა და სულისა, ეს საკითხით ცალკე თავად განიხილა მან თავის დიდ მნიშვნელოვან დოგმატურ სახელმძღვანელოში, ჩვენს მიერ ფაქტობრივად ყოველ ნაბიჯზე დამოწმებულ ძეგლში, სახელწოდებით ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. ამ ნაშრომში 77 თავი ამგვარადაა დასათაურებული. რისთვის განკაცდა ძე ღვთისა და არა მამა ან და სული, და რა განახორციელა მან განკაცდა რა. ეს პატარა თავი გახლავთ, ძალიან მცირე მოცულობისა და ამიტომ მთლიანობაში დავიმოწმებთ. მამა და არა ძე, ძეა და არა მამა, სულიწმინდა სულია და არა მამა ან და ძე, რადგან შეუძრავია თვისება. ან კი როგორღა იქნებოდა თვისება ის, რაც მოძრავია და ცვალებადი. ამის გამო ძე ღვთისა ხდება ძე ადამიანისა, რომ შეუძრავი დარჩეს თვისება, რადგან ღვთის ძედ მყოფი ადამიანის ძე გახდა და ხორცი შეისხარა მან ქალწულისაგან, არ განდგომია ძეობის თვისებას. ეს პირველი კითხვა, რაც სათაურში იყო დასმული, თუ რატომ განკაცდა საკუთრივ ძეღმერთი და არა მამაღმერთი და სულიწმინდა, და მეორე საკითხი, და რა განხორციელა მან განკაცდა რა. და წმინდა იოანე დამასკელი პასუხობს, ხოლო ძე ღვთისა იმიტომ განკაცდა, რომ კვლავ მიემადლებინა ადამიანისთვის ის, რისთვისაც შექმნა იგი, რადგან შექმნა იგი თავის ხატად, გონისმიერად და თვითუფლებრივად და აგრეთვე მსგავსად, ანუ სათნოებებში სრულქმნილად, რამდენადაც ეს საწვდომი იყო ადამიანური ბუნებისთვის, რადგან ეს სათნოებანი თითქოს და ხატოვნებანია საღვთო ბუნებისა, კერძოდ უზრუნველობა, განუბნებლობა, უმანკოება, სიკეთე, სიბრძნე, სიმართლე, ყოველგვარი ბოროტებისგან თავისუფლება. ამიტომ თავისთან ზიარებაში დაადგინა მან ადამიანი, რადგან უხრწნელებისათვის შექმნა იგი, ხოლო თავისთან ზიარების გზით უხრწნელებისკენ აიყვანა იგი. მაგრამ რადგან მცნების გარდასვლის შედეგად საღვთო ხატის ხატოვნებანი დავაბნელეთ, შევამღვრიეთ და ბოროტებაში დამკვიდრებით საღვთო ზიარებისგან გავშიშვლდით, სიცოცხლისგან გარემდგარნი სიკვდილის ხრწნილებაში ჩავცვივდით. ამიტომ, რადგან წილი გვიბოძა მან უკეთესისა და არ დავიცავით, თვითვე წილმიმღები ხდება უარესისა, ვამბობ ჩვენეული ბუნებისა, რომ თავისი თავის მიერ თავის თავში განაახლოს მან ხატება და მსგავსება. აი ეს უდიადესი სწავლება, რაც რამდენიმე გზისა აქვს გამოთქმული წმინდა იოანე დამასკელს სხვა შრომაშიც, მაგალითად ცნობილი მისი შრომა სიტყვა ღვთისმეტყველებისათვის ჩვენ ძველი ქართულით დავიმოწმებთ, კერძოდ ესა ხელნაწერში 182, ვკითხულობთ, სიტყვა ხორცს იქმნა არა შეცვალებითა ბუნებისაითა, არცა ცვალებითა ძეობისა თვითებისაითა, რამე თუ უქცეველისა უქცეველისა ნიშნავს უცვლელს, რამე თუ უქცეველისა ბუნებისა გვამიცა უქცეველა არს, ანუ უცვალებელი ბუნების იგივე ღმრთეების, საღვთო ბუნების ჰიპოსტაზიც უცვალებელია. ამისთვის ძე ღმრთისაი ძე კაცის იქმნა. ასე რომ, როგორც ხედავთ, სწორედ იმიტომ მოხდა ძე ღმერთის და არა მამაღმერთის ან და სულიწმინდის განკაცება, რომ ძეობის თვისება უცვლელად შენარჩუნებულიყო მასში.
შესაბამისად, კვლავ აღნიშნავთ, რომ თუ ადამიანში არსებული ძეობის თვისება არანაირად არ არის ხატი მეორე ჰიპოსტასის, ანუ ძეღმერთის მამისადმი ბუნებითი ძეობისა, გამოდის, რომ იესო ქრისტე როგორც ძეღვთისა სრულიად სხვა ყოფილა და იგი როგორც ძეკაცისა სრულიად სხვა. მაგრამ მაშინ როგორღა შეიძლება, რომ ორი სრულიად სხვადასხვა ძეობა ერთი ძეობა იყოს, ან კი როგორღა შენარჩუნებულა ძეღმერთში ძეობის იგივე თვისება მისი განკაცების, ანუ მისი ადამიანად გახდომის შემდეგაც. ასე რომ ვფიქრობთ აბსოლუტურად აშკარაა, რომ ადამიანის ძეობის, როგორც ხატის, სრულიად მოწყვეტა ძეღმერთის ძეობისგან, როგორც პირმშო ხატისგან, ანუ არქეტიპისგან, უეჭველად იმ უხვთო აზრს ბადებს, რომ იესო ქრისტე როგორც ძეღვთისა და იესო ქრისტე როგორც ძეკაცისა ორი სრულიად სხვადასხვა ძეა, რაც პირწავარდნილი ნესტორიანიზმია, როგორც აღვნიშნეთ, და ანათემირებულია მესამე მსოფლიო კრების მიერ. ეს დოგმატი იმასაც ხფენს ნათელს, თუ რატომ ითქმის ადამიანი ჰიპოსტასური თვისების მიხედვით სწორედ ძეღმერთის და არა საკუთრივ მამის ან სულიწმინდის ხატად. ამ საკითხზე ჩვენ არაერთგზის ვისაუბრეთ ზეპირად წერილობით ჩვენს წინამდებარე საუბრებში და კვლავ აღნიშნავთ, რომ ადამიანის ძეღმერთისადმი ხატოვნება სწორედ ჰიპოსტასური თვისების ხატოვნებას, ანუ თვისობრივ ხატოვნებას გულისხმობს და არა სიმბოლურს, რადგან ძეობა ძეღმერთის სწორედ ჰიპოსტასური თვისებაა და არანაირად მეტაფორა. და საკუთრივ ძეღმერთთან თვისობრივი ხატოვნების მხრივ როდესაც ადამიანურ ძეობას ვახსენებთ, იგულისხმება არა ის ადამიანური ძეობა, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანი ძეა მეორე ადამიანისა, არამედ აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ღვთისადმი ძეობა, აი ეს თვისება, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი, მამა იქნება იგი, შვილი, შვილიშვილი თუ შვილთაშვილი, უკლებლივ ყველა მათგანი თავისი თავდაპირველი შესაქმით მადლისმიერი ძეა ღვთისა. ადრეც აღნიშნავდით და კვლავ გავიმეორებთ, რომ არსებობს თვისობრივად ორი ძეობა ღვთისადმი. პირველი, ბუნებითი, არსობრივი, შეუქმნელი და დაუსაბამო ძეობა, რაც აქვს მეორე ჰიპოსტას მამაღმერთისადმი და მეორე, მადლისმიერი, ქმნილობითი ძეობა ღვთისადმი, რაც თვისება ადამიანისა. ამ ორი ძეობიდან ბუნებითი ძეობა სწორედ ძეობად ითქმის, იმიტომ რომ მასში არაფერია სიმბოლური, მეტაფორული და პირდაპირ მნიშვნელობით ითქმის და ამ მხრივ ტერმინი ძეობა კვლავ ხაზს გაუსვამთ ყოველთვის პირდაპირ და არა პირობით, არანაირად ცხადია პირობით, შინაარსს გამოხატავს. რაც შეეხება მადლისმიერ ძეობას, რაც ადამიანს აქვს ღვთისადმი, აი ეს მადლისმიერი ძეობა, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას ძეობად, მაგრამ მხოლოდ იმ გაგებით, თუ ძეობას ვიგულისხმებთ პირობითად და არა პირდაპირი შინაარსით. ამიტომ მადლისმიერი ძეობის აღსანიშნად, სადაც ძეობა პირობითი მნიშვნელობითაა გამოყენებული, უფრო გამოიყენება მეორე ტერმინი ბერძნულად ჰიოთესია, რაზეც ვისაუბრეთ, ანუ ქართულად სამი შესატყვისით შვილებაი, ძეობილობაი, ძედდადებაი. ეს ტერმინები, როგორც საკუთრივ მადლისმიერი და არაბუნებითი ძეობის აღნიშნული, ანუ ქმნილებისადმი მიმართული ტერმინები, უკვე პირდაპირ მნიშვნელობით ითქმის ადამიანზე, რადგან ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით ძეკი არაა ღვთისა, პირდაპირ მნიშვნელობით ღვთისზე ძეღმერთია. არამედ ადამიანი არის შვილობილი, ძეობილი, ანუ ძედდადებული, პირდაპირ მნიშვნელობით. იმასაც ხშირად აღნიშნავთ, რომ მადლისმიერი ძეობის აღნიშნულად ძველ ქართულ ტერმინთაგან ყველაზე ზედმიწევნითია ძეობილობა, ამიტომ მას მოვიხმობთ ჩვენ და მასთან დაკავშირებით კვლავ ხაზს გაუსვამთ, რომ ზემომოტანილი აურაცხელი ნიმუშის მიხედვით ადამიანი თავდაპირველად შეიქმნა სწორედ ძეობილად, ანუ მადლისმიერ ძედ ღვთისა. ძეობილობის ეს პატივი მან გააუკუღმართა მცნების დარღვევით, ხოლო მაცხოვარმა თავისი განკაცებით და ნათლობის დაწესებით კვლავ აღადგინა ადამიანი თავდაპირველი ძეობილობის პატივში. ვფიქრობთ, აქ შეიძლება ისიც უნდა განმარტოთ, თუ რას ნიშნავს ადამიანის ხატება ერთარსება სამებისადმი და რას ნიშნავს იმავე ადამიანის ხატება ჰიპოსტასურად ძეღმერთისადმი. ხატოვნების საკითხი, რომ ჩვენ ეკლესიურად გვესმოდეს, კვლავ უნდა გავიხსენოთ, თუ რა შინაარსდებენ ეკლესიის მამები ტერმინ ხატში. ჩვენ ადრე დამოწმებული ქონდა ბასილ დიდის განმარტება, სადაც თქმული იყო, რომ ხატნი და ხატებანი სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული თვისებები. ასევე წმინდა იოანე დამასკელი ხატოვნებას განმარტავს როგორც თვისობრივ აღბეჭდილობას, თვისობრივ გამოხატულებას, მახასიათებელს, ბერძნულად ტო ხარაქტერისტიკონ. ეს თქვათ, რაც შეეხება ხატის განმარტებას, რომ ხატი არის იგივე გარკვეული თვისება. ახლა ეკლესია რას ასწავლის თვისებებთან დაკავშირებით? ეკლესია ასწავლის, რომ არსებობს როგორც ბუნებითი, ესე იგი არსობრივი თვისებანი, ანუ შესაბამისად არსობრივი ხატოვნებანი,
ასევე ჰიპოსტასური თვისებანი, ანუ ჰიპოსტასური ხატოვნებანი. პირველქმნილი ადამიანი ფლობდა ხელმწიფობის, ანუ მთავრობის, იგივე მეუფებრიობის, ასევე თავისუფალი არჩევანის, თავისუფალი ნების, მოაზროვნეობის, ანუ გონებრიობის, უკვდავების, უხრწნელების, სიწმინდის, უცოდველობის, ნათელმოსილების, ნეტარეულობის, დიდებულობის, კეთილობის საღვთო თვისებებს. ეს თვისებანი, როგორც ადამიანური ბუნების თვისობრივი გამოხატულებანი, ანუ ხატოვნებანი, ღვთისგან იყო მისდამი მიმადლებული და ყველა ამ თვისებით ადამიანი ხატი იყო ერთარსება სამებისა, რადგან უკლებლივ ყველა მათგანი ბუნებითად საერთოა სამების სამივე ჰიპოსტასისთვის. როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ერთია ხატი მამისა და ძისა, ამ ხატში იგი გულისხმობს კონკრეტულად მთავრობის, ანუ მეუფებრიობის თვისებას, რაც მიემადლება ადამიანსაც და რითაც, ესე იგი ამ ხელმწიფობის თვისებით, ადამიანი ხატია არა ერთი რომელიმე ჰიპოსტასისა, არამედ სამივესი ერთად, რადგან სამივე ჰიპოსტას ერთი და იგივე მეუფება აბსოლუტურად, ერთი და იგივე ხელმწიფება, ესე იგი აქვთ. ეს სითქმის აგრეთვე პირველქმნილი ადამიანის ყველაზე მოაღნიშნულ თვისებასთან დაკავშირებით იქნება ეს თავისუფალი ნება, გონითობა, უცოდველობა, სიწმინდე, სამართლიანობა თუ სხვა. ყველა მათგანის მიხედვით კატეგორიულად უნდა ვთქვათ, პირველქმნილი ადამიანის ბუნება ხატი იყო მთლიანად სამივე ჰიპოსტასისა, ამ ჰიპოსტასთა ერთარსებისა, მათი ღმრთეებისა. რადგან აღნიშნული თვისებები ყოვლად იგივეობრივია სამივე ჰიპოსტასისთვის. ანუ ამ თვისებათა მიხედვით ყოვლადწმინდა სამებას ყოველთვის, ყოველგვარად და ყოვლითურთ ერთი და იგივე თვისობრივი გამოხატულება, აბსოლუტურად ერთი და იგივე ხატი აქვს. ანუ აქვს ერთი და იგივე და არა სხვადასხვა თავისუფალი ნება, ერთი და იგივე გონითობა, ერთი და იგივე სიწმინდე, მადლი, ცხონელმყოფელობა, უცოდველობა, ნათელი, ნეტარება, დიდებულება, კეთილობა და სხვა. ამ თვისებათა, ანუ ამ თვისობრივ გამოხატულებათა, ანუ ამ ხატოვნებათა იგივეობას განაპირობებს ის, რომ ყველა მათგანი ყოვლადწმინდა სამების საკუთრივ არსობრივი თვისებებია. ხოლო რამდენადაც სამი ჰიპოსტასის არსება ყოვლითურთ და ყოველგვარად ერთია, შესაბამისად არსობრივი თვისებაც, ანუ არსობრივი ხატოვნებაც, ხატოვნება უდრის თვისებას, ერთი და იგივეა მათში. და სწორედ ამ არსობრივ გამოხატულებათა, ანუ არსობრივ და არა ჰიპოსტასურ თვისებათა კვალობაზე ამბობს უკლებლივ ყველა მოძღვარი, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატი ერთია, ანუ ერთია ეს ხატი სწორედ და მხოლოდ არსობრივად და ბუნებითად. მაგრამ როგორც ზემოთნახეთ და როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ყოვლადწმინდა სამების პირებს გარდა არსობრივი თვისებებისა, რაც ყოვლითურთ იგივეობრივია მათში და შესაბამისად არსობრივი ხატის იგივეობრივია, აქვთ იმგვარი ჰიპოსტასური თვისებები, ანუ ჰიპოსტასთა იმგვარი თვისობრივი გამოხატულებანი, თვისობრივი ხატოვნებანი, რაც არანაირად არ არის იგივეობრივი მათ შორის. კერძოდ მამის ჰიპოსტასის ჰიპოსტასური თვისება, ანუ ჰიპოსტასური ხატოვნება მამობა, ძისა ძეობა, სულიწმინდისა სულობა, ანუ გამომავლობა, ანუ ბასილდირის თქმით წმინდა მყოფელობა. და სწორედ ამაზრითაა ყოვლადწმინდა სამება აუცილებლად და გარდაუვალად სამხატოვანი და არა როგორც საბელიოზი ცრუ მოძღვრობდა ერთხატოვანი. შესაბამისად, როდესაც ღვთისადმი ადამიანის ხატოვნებაზე ვსაუბრობთ, ისმის კითხვა. პირველქმნილ ადამიანს მხოლოდ ღვთის არსობრივი თვისებები ჰქონდა მიმადლებული ხატოვნებითად, თუ მასში ამავე დროს ირეკლებოდა რომელიმე საკუთრივ ჰიპოსტასური თვისებაც. ზემოთ ნახეთ, რომ მართლმადიდებლური სწავლება ურყევად განაჩინებს დასაბამში ადამიანის შექმნას ღვთის მადლის მიერ ძედ, ანუ მის შექმნას ღვთისადმი ძეობილობის პატივით, დიდებულებით, ნეტარებით, სიკეთით და სხვა. ადამიანის ბუნებაში საღვთო ბუნების თვისებათა ხატოვნებითი არსებობა თავისთავად დაგვისახავს ადამიანს ღვთის ძედ, რადგან ღვთისადმი ძეობილობა სწორედ ამ თვისებათა ფლობას ნიშნავს, რაზეც ზემოთაც მივთითებდით და რასაც სულიწმინდის მადლი შთანერგავს ადამიანში. ამრიგად, რადგან ადამიანი შეიქმნა ძეობის თვისებითაც და რამდენადაც ეკლესიის ურყევი განჩინებით ამ თვისებას, ისევ როგორც ყველა სხვა ღირსეულ თვისებას, საღვთო თვისებას, მხოლოდ საღვთო წარმომავლობა აქვს, კვლავ დავსვათ კითხვა. ღვთისადმი ძეობის თვისებით ვისდამი ჰქონდა ხატოვნება პირველქმნილ ადამიანს. ყოვლადწმინდა სამებისადმი, მაშინ ყოვლადწმინდა სამებაც ძე უნდა ყოფილიყო ვინმესი, მაგრამ ეს შეუძლებელია. ასე რომ ყოვლადწმინდა სამებას არა აქვს ცხადია ძეობის თვისება და ღვთისადმი ძეობის თვისებით მისდამი ხატოვნება ადამიანს ვერ ექნებოდა. ან იქნებ მამაღმერთს გულისხმობდა ეს თვისება. მაშინ მამაც ძე უნდა ყოფილიყო ვინმესი, მაგრამ ესეც მოგეხსენებათ შეუძლებელია და ცხადია რომ არც მამას აქვს თვისება ძეობისა. ან სულიწმინდა ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ თვისების მქონე. რა თქმა უნდა, ყოვლად შეუძლებელია, რადგან არც სულიწმინდა ვინმეს ძე და რადგან იქ გამომავალია მამისგან და არა შობილია. ასე რომ არც სულიწმინდას აქვს ძეობის თვისება.
ამრიგად ცხადია, რომ სამი ჰიპოსტასიდან მხოლოდ ზეღმერთს აქვს ღვთისადმი ბუნებითი ძეობის თვისება, რადგან იგი ბუნებითი ძეა მამისა, შობილია მამისგან, მარად იშვება მამისგან და ჰყავს თავისი მარადიული მშობელი. ეკლესიის განჩინებით კვლავ აღნიშნავთ ადამიანის ყველა ღირსეულ თვისებას თავისი საღვთო მომადლებულობა, თავისი ხატოვნებითი წარმომავლობა, ღვთიმომდინარეობა აქვს. შესაბამისად, ვიზდამი უნდა ჰქონოდა ხატოვნება პირველქმნელი ადამიანის ყველაზე უფრო ღირსეულ თვისებას ღვთისადმი ძეობას. წმინდა მამათა პასუხი ერთადერთია და ნებისმიერი საღი გონება, რა თქმა უნდა, ოდნავადაც არ შეეწინააღმდეგება ამ პასუხს. მხოლოდ ზეღმერთისადმი, რადგან ძეობის თვისებით ადამიანი ვერ იქნება ვერც მამის, ვერც სულიწმინდის, ვერც მთლიანად ერთარცება სამების ხატი. აქედან კი უეჭველია, რომ პირველქმნელი ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა ხატი იყო ყოვლადწმინდა სამების ბუნებისა და როგორც ადრეც არაერთგზის გვითქვამს, ადამიანი, რომელიც ყველა თავისი საღვთო თვისებით, ხელმწიფობით, თვითუფლებრივობით, გონითობით და ასე შემდეგ, სწორედ ყოვლადწმინდა სამების ბუნების ხატი იყო, არ იყო ხატი ყოვლადწმინდა სამების ბუნებისა ერთი თვისებით, ღვთისადმი ძეობით, ანუ ძეობილობის თვისებით. ამ საღვთო თვისებით იგი მხოლოდ საკუთრივ ზეღმერთის, როგორც თავისი პირმშო ხატის, ანუ არქეტიპის ხატი იყო. უფრო მოკლედ, ესე იგი, პირველქმნელ ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, ყველა თავისი საღვთო თვისების მიხედვით არქეტიპად, ანუ პირმშო ხატად, იგივე პირმშო სახედ ჰყავდა ყოვლადწმინდა სამების ბუნება, მაგრამ საკუთრივ მადლისმიერი ძეობის თვისებით იგი ხატი იყო მხოლოდ ბუნებითი ძეობისა, რაც საკუთრივ მეორე ჰიპოსტასის თვისება. ამრიგად, თვითუფლებრივობის, მეუფებრიობის, მოაზროვნეობის და ყველა სხვა ღირსეული თვისების მიხედვით ადამიანის როგორც მადლისმიერი ხატის პირმშო ხატი, ანუ არქეტიპი არის ერთარცება სამება, ესე იგი სამივე ჰიპოსტასი, მათ შორის ცხადია ზეღმერთიც, მათ განუყოფელ ერთარცებაში და არა ცხადია მათ პიროვნულ განთვისებულებაში. მაგრამ საკუთრივ ღვთისადმი ძეობილობის თვისების მიხედვით ადამიანის როგორც მადლისმიერი ხატის პირმშო ხატი, ანუ არქეტიპი, ცხადია მხოლოდ ზეღმერთია. და რატომ ითქმის, რომ ღვთის ჰიპოსტასურ თვისებათაგან ადამიანს მხოლოდ ღვთისადმი ბუნებითი ძეობის ხატოვნება ჰქონდა? ეს იმიტომ, რომ მართლაც მხოლოდ ამ თვისების ღვთისადმი ბუნებითი ძეობის ხატს, ღვთისადმი ძეობილობას, ანუ ღვთისადმი მადლისმიერ ძეობას შეიცავდა იგი თავის თავში. ადამიანში არ ირეკლებოდა და ადამიანი არ ირეკლავდა არც ღვთისადმი მამობის თვისებას, რაც მამაღმერთვის ჰიპოსტასისთვისაა ნიშანდობლივ, რადგან სწორედ ეს ჰიპოსტასია მამა ღვთისა, ანუ ზეღმერთისა. ადამიანში არ ირეკლებოდა არც თვისება ღვთისადმი სულობისა, რაც ახასიათებს სულიწმინდას, რადგან სწორედ სულიწმინდაა ღვთის სული. ამრიგად, გარდა საღვთო ჰიპოსტასის არსობრივი თვისებებისა, რაც იგივეობრივია მათ შორის, პირველქმნელი ადამიანი მადლისმიერად ირეკლავდა საკუთრივ ზეღმერთის ჰიპოსტასისათვის ნიშანდობლივ თვისებას, ღვთისადმი ძეობას. ხოლო თუ როგორ დასტურდება ძეობის ხატოვნება ეკლესიის უდიდეს მოძღვართა შრომებში, ამაზე ჩვენ უკვე შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.